მოგესალმებით ყველას, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პედიატრი ძმების არხზე, მე ვარ დავითი. მე ვარ კოტე, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩვენს გვერდზე. დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც მშობლებს ხშირად აშფოთებთ, ეს არის ნაადრევი გარდატეხის დაწყება. როდის არის ნაადრევი მართლა ნაადრევი და როგორ გავიგოთ, არის ეს უნებელი თუ საჭიროებს კურნალობას? ნაადრევის სქესობრივი მომწიფება ნიშნავს მომწიფებას, რომელიც იწყება მოსალოდნელზე ადრე, გოგონებში 8 წლამდე, ხოლო ბიჭებში 9 წლამდე, თუმცა ეს ყოველთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ზოგჯერ ეს ნორმალური განვითარების ვარიანტია, მაგალითად კედის ადრე გადიდება ან ოფლის სპეციფიური სუნი, მაგრამ ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს უფრო სერიოზული მიზეზის მანიშნებელი, მაგალითად როგორც არის ჰორმონების გამომუშავებელი სიმსივნე. არსებობს ორი ძირითადი ტიპი, ცენტრალური ნაადრევი მომწიფება, რომელიც ტვინის ჰორმონებით იმართება და პერიფერიული, რომელიც ჰორმონების პერიფერიული წყაროებიდან მოდის. მაგალითად, თირკმელზე და ჯირკვლის ან საკვერცხეების ჰორმონების ჭარბი წარმოება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს სქესობრივი მომწიფების კეთილთვისებიანი და არაპროგრესირებადი ვარიანტი, რომელიც შესაძლოა ნორმალური მომწიფების ვარიაცია იყოს, თუმცა მიუხედავად ამისა, ექიმის მეთვალყურეობა აუცილებელია, ზოგჯერ ნაადრევი სქესობრივი მომწიფება შესაძლოა გამოწვეული იყოს ცისტებით, სიმსივნეებით ან გარე ჰორმონული ექსპოზიციით, მაგალითად ჰორმონული კრემებითა და ეთერზეთებით, რომელის შესახებაც ინფორმაცია მშობლისგან უნდა გავიგოთ. როდესაც ვხედავთ ნაადრევი მომწიფების ნიშნებს, არ ვჩქარობთ დასკვნების გამოტანას. ვაკვირდებით ზრდის ტემპს, ძვლის ასაკს და სქესობრივი ჰორმონის დონეებს. ზოგჯერ საჭიროა ტვინის MRI-ის გადაღებაც. აქვე უნდა ვახსენოთ დავით, რომ ბიჭებში MRI-ის გადაღება თითქმის ყოველთვის არის საჭირო, გოგონებისგან განსხვავებით. გოგონებში რამდენად დაგვჭირდება ეს კვლევა დამოკიდებულია მომწიფების ასაკზე და როგორი სისწრაფით მიმდინარეობს მომწიფება. პირველ რიგში მოდი ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ განსაზღვროთ დაიწყო თუ არა სქესობრივი მომწიფება. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდია ტანერის სისტემა, როგორც ხედავთ სურათებზე, ახლა ჩვენ ვაფასებთ მეორეულ სქესობრივ ნიშნებს, როგორიც არის მაგალითად ძუძუს განვითარება გოგონებში, სათესლე ჯირკვლებისა და პენისის ზრდა ბიჭებში და ბოქვენისთვის ზრდას ვაქცევთ ყურადღებას ორივე სქესში. ტანერის პირველი სტადია ნიშნავს იმას, რომ სქესობრივი მომწიფება ჯერ არ დაწყებულა. ტანერის პირველზე ზემოთ ნებისმიერი სტადია უკვე ნიშნავს, რომ მომწიფება დაწყებულია. ყურადღება უნდა მივაქციოთ ზრდის აჩქარებას, განწყობის ცვლილებებს ან გოგონებში menstruაციის ადრეულ ნიშნებს და არ უნდა დაგვავიწყდეს ოფლის სუნი ან აკნე, შეიძლება უნებელი იყოს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სდგო. საწყის შეფასებაში დავით აუცილებლად უნდა შედიოდეს მალუთეინიზირებელი ჰორმონის განსაზღვრა, ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონის განსაზღვრა და ესტროგენის ან ტესტოსტერონის დონეების განსაზღვრა იმის მიხედვით, თუ რომელ სქესს ვაფასებთ ამ კონკრეტულ ეტაპზე. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაგვჭირდეს თირკმელზე და ჰორმონების, როგორიც არის 17 ჰიდროქსიპროგესტერონი და დეჰიდროეპიანდროსტერონის სულფატის დონის განსაზღვრა, მიღებული შედეგების მიხედვით შესაძლოა საჭირო გახდეს თავის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა ან თირკმელზე და ჯირკვლების KT ულტრაბგერითი გამოკვლევა. დავით, მოდი, მადლობა გადავუხადოთ მშობლებს და უთხრათ, რომ თუ თქვენი შვილის განვითარება გაღელვებთ, არ არის პრობლემა, უბრალოდ თქვენს პედიატრს მიმართეთ და ის აუცილებლად დაგაკვალიანებთ. და არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ და მოიწონოთ ჩვენი გვერდი, დაგვიტოვოთ კომენტარები, თუ რამე კონკრეტული თემა გაინტერესებთ, ამ ინფორმაციაზეც ჩავწერთ ვიდეოს. აბა დროებით. კარგად.